მოგესალმებით, ლაშა ფარულავა, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ინიციატივით იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები. კანონი ინიცირებულია უკვე საქართველოს პარლამენტში და მალე დაიწყება უშიშროების კომიტეტში მისი განხილვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი მოამზადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა, რომელიც ხშირად რაღაც აბსურდული განცხადებებით აქტიურობდა ხოლმე წარსულში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც შეეხება უშუალოდ კანონს სამწუხაროდ, უпростоროდ კანონპროექტს სამწუხაროდ მონაწილეობა ამ პროცესში არ მიიღო თუ არ მიაღებინეს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა არ არსებობს, არც ერთი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა არ არსებობს, თუ კანონი არის თუ არა პრობლემა ამ მიმართულებით, ანუ არ იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი და არც ექსპერტები, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ თემა საკმაოდ სენსიტიურია და ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, ჩვენ რამოდენიმე მუხლი ძალიან წვავეთ ვაკრიტიკებთ რამოდენიმე მუხლს განსაკუთრებით ეს ეხება იმას რომ ხდება შერბილება და სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში გადადის უშუალოდ სანქცია რაც იგულისხმება იმაში რომ უშუალოდ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში პირი დაიჭება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით და აღარ მოხდება მისი დასჯა, ესე რომ ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით. ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ განმარტებით ბარათში წავიკითხეთ, არის განპირობებული იმით, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზება ხდება, რაც არაერთგვაროვანია იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც სისხლის სამართლის კოდექსში იყო ნათლად ჩაწერილი, რომ დამღები პირი ისჯებოდა ჯარიმით ან პატიმრობით და ეს იყო უშუალოდ პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა თუ რას მიაწოდებდა პროკურატურა სასამართლოს და რა გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი და ეს შეიძლება ყოფილიყო განმეორებით შემთხვევაშიც კი ჯარიმა და რაც მოცემულ კანონპროექტში უკვე პირდაპირ და ცალსახად წერია რომ პირველ შემთხვევაში არის ჯარიმა 400 ლარის ოდენობით და მეორე შემთხვევაში ეს გახლავთ პატიმრობა 1 წლის ვადით, ანუ იცვლება ის რომ ადრე იყო 2-დან 4 წლამდე პატიმრობა, ეხლა იქნება 1 წელი მხოლოდ. რაც რეალურად შერბილებაა და ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ რეალურად ჩვენ ტერიტორიაზე საზღვრის დარღვევაზე იქნება 2, ესე რომ ვთქვათ, სანქცია, 1 კონტროლირება ტერიტორიაზე და მეორე არაკონტროლირება ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზღვრის დიფერენცირება არ უნდა ხდებოდეს ქართული მხარის მხრიდან, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა და ოცნება და სამწუხაროდ ამ ოცნებას ჩვენ დღეს ვუხდენთ ამ კანონპროექტით და რა თქმა უნდა ჩვენ შევეწინააღმდეგებით, რომ ეს კანონპროექტი ამ სახით არ იქნას მიღებული. ასევე ძალიან პრობლემად მიგვაჩნია ასევე ძალიან სამწუხარო ფაქტია ის რომ შემოდის ესეთი ცნება რომ მთავრობა იმ პირზე რომელიც შევიდა ან შევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასცემს სპეციალურ თანხმობას განკარგულებით. ანუ რას იძახის ამ შემთხვევაში მთავრობა, ხო? ანუ ის პირი რომელიც შევიდა წარსულში ან შეუძლია მთავრობის განკარგულებით მასზე გაიცეს ნებართვა. ანუ ადამიანი რომელიც ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე პირი რომელიც შევიდა წარსულში შეიძლება დღეს ეგრეთ წოდებულად გავაუპრავოთ მას ის რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორია რაც ასევე ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამ სახით კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული ეს ჩვენი პოზიცია ასევე ჩვენ მიგვაჩნია და გვინდა რომ ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობა მივიღოთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივმა ინიციატივამ და ასევე ექსპერტებმა და კონკრეტულად ბატონი გოჩაც ისაუბრებს ექსპერტებს რა მოსაზრება აქვთ ამ კანონპროექტთან მიმართებაში. შეკითხვა მაქვს თქვენ ახსენეთ რომელიც შევა შემდეგ ნებართვით ეს აქამდე ესე ხდებოდა რა. არა, აქ არის ხო. ადამიანი შედიოდა თუ ის შეეგობინებდა საქართველოს მთავრობას შესაბამისად მას აღარ კი, ეხავე ავხსნი რაშია საქმე. პირველი მუხლი მეოთხე, ანუ პირველი მუხლის მეოთხე პუნქტს ემატება D ქვეპუნქტი,
რომელიც ადრე იყო ესეთი რამ გეთანხმებით, რომ თუ ის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა, იქ ჰუმანიტარული მიზნით იყო თუ სხვა მიზნით, მთავრობა გასცემდა სპეციალურ თანხმობას ამ შემთხვევაში, მაგრამ იქ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც საზღვარს არ ღვევს, მასზე არ იყო ნებართვა გაცემული, შემდეგ უბრალოდ აღარ ხდებოდა ნებართვის გაცემა. ნებართვის გაცემა შემდეგ არ ხდებოდა. მანამდე უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, ნებართვა ქართული ადმინისტრაციის მხრიდან. რაც ამ შემთხვევაში ხო ხდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ფაქტიურად კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ხდება მხოლოდ ფორმალობა და ქაღალდი. რაც არის აი ძალიან სამწუხარო ფაქტი და ბატონი გოჩა ამაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს. მადლობა. მოგესალმებით, გოჩა გვარამია, დამოუკიდებელი ექსპერტი. აფხაზეთიდან ვარ წარმოშობით და ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. სანამ გიპასუხებდეთ კითხვაზე, მინდა შემდეგი რამ განვაცხადო. ზოგადად კამათი ნებისმიერ თემაზე მისაღებია და მისასალმებელია, ანუ კამათის გარეშე, რაღაც კონსენსუსის მიღების გარეშე არც ერთი თემა მით უმეტეს ასეთ საკითხში არ უნდა წყდებოდეს. მაგრამ ის რაც კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, გამორჩეულმა ექსპერტმა ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით 2 დღის წინ განაცხადა, სულ მცირე პირადად ჩემში ეჭვქვეშაყენებს მის ექსპერტის კვალიფიკაციას. დიახ, ბატონო სოსო, ტერმინი ოკუპაცია საერთაშორისო სამართალში აღიარებული ტერმინია და სრულად შეესადაგება იმ ვითარებას, რის წინაშეც დღეს დგას საქართველო. დიახ, ბატონო სოსო, რუსეთს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 20%, ხოლო საზღვაო ტერიტორიის, აკვატორიის დაახლოებით 9/10 ოკუპირებული აქვს. და თუ ჩვენ ქართველები ჩვენი ასევე თქვენი ბრძნული რჩევის მიხედვით მას დაკავებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში არ გადავცემთ, ანუ რუსეთს არ მოუხსნით ოკუპანტის სტატუსს და საიჯარო ხელშეკრულებას არ გაუფორმებთ ამ ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებით, მაშინ რა თქმა უნდა თქვენი პოზიცია სწორია, მაგრამ ეს არ არის ასე და ის რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს ფაქტია და ამას ვერსად ვერ გავექცევით. გარდა ამისა, ბატონო სოსო, მინდა გითხრათ, რომ შეურაცხყოფილია, როდესაც თქვენი მხრიდან ეს ტერმინი გაიგივებულია თვითმფრინავის საპირფარეშოზე მიწერილ იმ აბრევიატურას და გაიგივებულია შინაარსით ამ მძიმე თემასთან. ეს ნებისმიერი დევნილისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შვილი და ძმა დაღუპული ყავს და 20 წელიწადზე მეტია ვერ ჩადის აფხაზეთში, საფლავს ვერ ნახულობს და ამ დროს თქვენი ასეთი განცხადება არის მიუღებელი და ამიტომ მოგიწოდებთ, კარგი იქნება თუ ისევე საქვეყნოთ, როგორც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, ბოდიშსაც მოიხდით და შემდგომში დაანებებთ ამ თემით სპეკულირებას. ხა დაუბრუნდეთ ძირითად საკითხს. მინდა გიპასუხოთ თქვენს კითხვაზე. ეს არ არის ახალი განცხადება, ამას აცხადებდნენ არჩევნებამდეც და პირდაპირ იყო მოთხოვნა, როდესაც საქართველომ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, პირდაპირ განაცხადა მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ჩვენ მოხსნით სავიზო რეჟიმს, თუ თქვენ გააუქმებთ კანონს ოკუპაციის შესახებ. დღეს პრაქტიკულად ეს აი ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. მე სავსებით ვეთანხმები ბატონ ლაშას შეფასებებს და ასევე მინდა დავეთანხმო იმაში, რომ ეს ცალმხრივად იყო მიღებული, ანუ ერთი პიროვნების ახირებული მოთხოვნაა ეს. ბატონ პაატა ზაქარიაშვილს ეს წლების განმავლობაში არაერთხელ გაუჟღერებია ასეთი პოზიცია, რომელსაც არც ერთი ექსპერტი და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეთანხმებოდა. ეს მე პირადად მაქვს არაერთხელ მოსმენილი მისგან დაფიქსირება აი ამ პოზიციის, რომ ანუ უფრო მეტსაც გეტყვით, ეს შემოგდებული თემა ოკუპაციის ტერმინის შემსუბუქება თუ სრულად გაუქმებასთან დაკავშირებით, ეს
დაფიქსირებული აქვს ზაქარიაშვილის წლების უკან, რომ ეს ანუ 2-3 წლის უკან, უფრო მეტიც მას დაფიქსირებული აქვს თავისი პოზიცია იმ კუთხით, რომ უნდა ვაღიაროთ პასპორტები აფხაზეთში და ოსეთში გაცემული ადგილობრივი პასპორტები, რომ მათ შეეძლოთ ამ პასპორტის მფლობელებს შეეძლოთ ეკონომიკური საქმიანობა აქეთ დანარჩენ არაოკუპირებულ საქართველოში და ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ თუ ეს კანონში შესწორებები გავა, მაშინ უკვე დღის წესრიგში დააყენებს ამ საკითხსაც. თლიანად ამ ამ შესწორებებზე თუ ვისაუბრებთ, აქ საქმე ჩვენ გვაქვს ერთ რაღაცასთან. ანუ პირველი, სამართლებრივად არანაირ ასე ვთქვათ, ლიბერალიზაციასთან სისხლის სამართლის კანონში ჩვენ საქმე არ აგვაქვს. პირიქით ეს კანონი მკაცრდება. დღევანდელი მოქმედი კანონის მიხედვით იგივე მუხლი განმარტავს, როგორც ბატონმა ლაშამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევისათვის პირი ექვემდებარება ან ჯარიმას, ან სისხლის სამართლებრივ დევნას პატიმრობას. ანუ აქ უკვე საუბარი არ არის იმაზე, ის ერთხელ დაარღვევს ამ კანონს თუ ორჯერ დაარღვევს თუ სამჯერ. აქ გააჩნია მის საქმიანობას, მის იქ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობას და ამის შემდეგ უკვე განიხილება, რომელი შეეფარდოს მას ჯარიმა თუ სისხლის სამართლებრივი დევნა. და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არაერთი პირი დაჯარიმებულა ამ დარღვევისათვის და არ დაპატიმრებულა. დაპატიმრებულებიც ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს არ ექვემდება, ეს არ წარმოადგენს ამ კანონის ლიბერალიზაციას. ყველაფერი ეს ასე ვთქვათ, ხმაური, ესეთი შეუსაბამობა სამართალში არის გამოწვეული იმით, რომ სწორედ ეს მეოთხე პუნქტი შემოაცურონ და გაიტანონ ის მეოთხე პუნქტი, D პუნქტი, ანუ სადაც ნათქვამია, რომ ანუ თუ ადამიანი დაარღვევს ამ კანონს და იგი თითქოს ჩვენი ინტერესებით მოქმედებდა იქ და ჩვენ არ გვატყობინებდა ამაში, ან ვერ მოახერხა ან რაღაცა, მას შეუძლია ეს თანხმობა შემდგომ გაეცეს, ანუ პოსტფაქტუმ გაეცეს. და ეს არ არის ნათქვამი, საერთოდ არ არის ეგ განხილული, რა პერიოდს ეხება ეს, დაუშვათ ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს ეს მისი დარღვევის ფაქტი, ანუ ღია შეუძლია ადამიანმა ეხლაც კი გააკეთოს ეს, რომელიც 2 წლის უკან იყო იქ შესული დაუშვათ და დღეს მოახდინოს ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოახდინოს ეს ამ თანხმობის მიღება და ამით მოეხსნას მას ეს დანაშაულებრივი ფაქტი. ანუ ეს ყველაფერი არის აი ამ D პუნქტის ირგვლივ ატეხილი ხმაური და ამას ისახავს მიზნად ზუსტად. ასევე მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნე, რომ აქ უკვე მიდის ზონდირება ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს ამაზე განცხადება ადრე თვითონ ზაქარიაშვილმა გააკეთა და ახლა ბატონი სოსოცისკარიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით უკვე ნათლად მეტყველებს, რომ სერიოზულად მიდის ამ ტერმინის ირგვლივ, ან გაუქმების, ან რაღაც შეცვლის ირგვლივ საუბარი და მსჯელობა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანად მიმაჩნია ასევე, რომ ზაქარიაშვილმა განაცხადა ასეთი რაღაცა რამდენიმე დღის უკან, რომ მართალია ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ შესაძლებელია ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის შეცვლაზეც. იმიტომ რომ ამას ითხოვს აფხაზური და ოსური წარმომადგენლები. ანუ ესეც უკვე მიმართულია ყველაფერი იქეთკენ, რომ რუსეთს აუხდინონ ის ოცნება, რასაც ქვია ოკუპანტის სტატუსის ჩამოცილება და თუ ოკუპანტის სტატუსს ჩამოაცილებენ, უკვე გამოდის, რომ ის არ არის კონფლიქტის მხარე და ანუ რეალურად ისევ უბრუნდებით იმას, რასაც ბოდიშით ამ ტერმინისთვის ვღეჭავდით მთელი 20 წლის განმავლობაში. კონკრეტულად 2008 წლამდე. მე მინდა პატარა ფაქტებიც მოგიყვანოთ, რომ ესე იგი, სწორედ ოკუპაციის კანონის არსებობის მოსპობა არის რუსეთის დაკვეთა, რომელთანაც ასე სამაგალითო რუდუნებით ცდილობს ურთიერთობის აღდგენას ეს ჩვენი ახალი მთავრობა. მე მეზობლებს შორის რომ უნდა არსებობდეს ნორმალური ურთიერთობა, ამის მოწინააღმდეგე და წინააღმდეგი არავინ არ არის. მაგრამ მინდა მოგიყვანოთ თვითონ ლავროვის განცხადება,
Кстати, Россия готова упразднить визы в том случае, если Тбилиси аннулирует закон об оккупированных территориях. Амастан миссиве ганцхадебит, ану Русети, мы готовы к развитию взаимодействия, но не ценой предательства наших братьев в Южной Осетии и Абхазии. Да и кведасдзенс ром, новое правительство Грузии действует прагматично и заинтересовано в дальнейшем развитии отношений с Россией. Ану гамодис ром, Русети сагаре уцхебан пирдапир ультиматуми даақена, ром ультиматუმი დააყენა რომ ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა გაუქმდეს. შემდეგ აცხადებს რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავივიწყოთ და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დარეგულირების არის პრაგმატული. ნუ კომენტარები თქვენთვის მომინდია და შეფასებები ეს ამ ჯაჭვს თუ განვიხილავთ. გარდა ამისა ნიშანდობლივია ლავროვის მოადგილის კარასინის განცხადებები. ჯერ კიდევ 2012 წლის 29 აგვისტოს ანუ სანამ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა არსებობდა, მან განაცხადა Эхо Планетის ინტერვიუში, რომ хочу внести одно принципиальное уточнение. Грузино-южно-осетинского конфликта, как и грузино-абхазского, больше не существует. Об этих конфликтах правомерно было говорить до августа 2008 года. Конфликты в Грузии получили свое окончательное разрешение возникновения двух новых независимых субъектов международного права Республики Абхазия и Республики Южная Осетия. Ану Карасинმა თვითონ აღიარა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთი არ განიხილავს როგორც საქართველოს ტერიტორიებს. ისმის კითხვა, როგორ სტატუსში განიხილავს მაშინ ამას საქართველო, ხო? ეჯგარეშია რომ საქართველო ამ ტერიტორიებს განიხილავს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და აქ ორი აზრი არ არსებობს. და გაეროს არც გაეროში და არც ევროკავშირის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საზღვრები არ შეცვლილა და ყველა ცნობს მას იმ საზღვრებში რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ, ხო? Ამასთან ასევე მოვიყვანოთ Карасиნის ситуები კიდე. Могу с уверенностью сказать, безопасность Абхазии и Южной Осетии от всякого рода агрессивных поползновений надежно защищают наши военные и пограничники, находящиеся в республиках на основе двусторонних соглашений. Მოდით ახლა ამ ფაქტს მივცეთ თავისი სახელი, ხო? აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების და მესაზღვრეების არსებობას. თუ რუსეთი არ განიხილავს ამ ტერიტორიებს საქართველოს ტერიტორიებად, ხოლო საქართველო ამას ცნობს საკუთარ ტერიტორიებად და საერთაშორისო სამართალიც ამას ასე აღიარებს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ხომ არის ეს ფაქტი ოკუპაციის და ამას ვერსად ვერ გავექცევით. ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე რუსეთის ჯარები არსებობს ჩვენი თანხმობის გარეშე. ანუ ეს კლასიკური გაგებით არის ოკუპაცია. ამიტომ მე მაქვს კითხვა ისევ ბატონ პალატა ზაქარიაშვილთან და სოსო ცისკარიშვილთან. ამ შესწორებებით უნებლიეთ ჩვენ თვითონ უარს ხო არ ვამბობთ ჩვენს ტერიტორიებზე. მოდით გავერკვეთ კარგად და ნუ მივიღებთ აი ესეთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს და პარლამენტს კონკრეტულად თავდაცვისა და უშროების კომიტეტს სადაც უნდა განიხილოს პირველად ეს შესწორებები, მე ვთხოვდი რომ ეს შესწორებები დაუბრუნოს ისევ მის ავტორს და ავტორმა უკვე ეს გახადოს საჯაროდ გახილვად და მოიწვიოს შესაბამისი ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ასევე უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში, ამ განხილვაში, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩვენ თუ მოგვიწევენ, ჩვენ მოსაზრებებს ასევე დაუფიქსირებთ და მადლიერიც ვიქნებით ამ პროცესში მონაწილეობაზე. ანუ თქვენ ძირითადი შესწორება იმ შემთხვევაში ჩახდეს საქართველოში გეკეთებათ აი ამ მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არის ზუსტად ეს მეოთხე პუნქტი. და პლუს ის რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ უნდა შევიდეს ის შესწორება, რომლითაც ანუ დიფერენცირება ხდება პრაქტიკულად სახელმწიფო საზღვრის. ანუ თუ არა ჩვენს მიერ არაკონტროლირება ტერიტორიაზე ადამიანი დაარღვევს სახელმწიფო საზღვარს, მას ექვემდებარება ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო თუ კონტროლირება ტერიტორიაზე, იგი პირდაპირ სისხლის სამართლის დევნის ობიექტი ხდება. არსებული კანონმდებლობით ისედაც არის გათვალისწინებული ჯარიმა და ამას არაერთი დამრღვევი დაექვემდებარა და რა აზრი აქვს
ამის შესწორებას ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. ანუ ორი საკითხია აქ პრაქტიკულად, ერთი სამართლებრივი და მეორე ის D პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს დაუშვათ შარშან წინ მყოფ იქ ადამიანს დაასაბუთოს თითქოს რომ იგი ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და გაუგებარია თუ ჩვენი ინტერესებიდან მოქმედებდა რატომ არ ჩააყენა საქართველოს ოფიციალური მთავრობა საქმის კურსში და დღეს მიიღოს ის ასე ვთქვათ პირობითი ამნისტია რომ არ შეეხოს შემდეგ ეს კანონი მას. ამ ცვლილების ინიციატორი არის საქართველოს არა ინიციატორი არის რა ქვია აპარატი სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის ხოლო უკვე რა თქმა უნდა ავტორი და ეს რომელიც წარადგენს არის უკვე მთავრობა. აი ოფიციალურად აგერ არის კანონპროექტი, სადაც ნათლად წერია რომ მთავრობის ინიციატივით შედის ამ კანონში ცვლილება. ხოლო მომზადების პროცესში ანუ ეს თვითონ კანონი მომზადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. უშუალოდ პაატა ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით. ხო, უპირველეს ყოვლისა, ხო, ეს თემა უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, საჯარო. ხო, ანუ არ შეიძლება ეს დაკონსერვდეს და ამ სახით მოხდეს ამ ცვლილების მიღება. ამ სახით თუ მივიღებთ ჩვენ ცვლილებას, გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ორი რეგიონი ოკუპირებული, მაგრამ სამართლებრივად არანაირი რეგულაციები არ გვაქვს. რომ სანქცია არსებობდეს, ხო? არსებობს ჰიპოთეზა სამართლებრივი, მაგრამ არ არსებობს სანქცია და სამართლებრივად მითხარით კანონი ნორმატიული აქტი, სადაც ჰიპოთეზა და დისპოზიცია არის და სანქცია არ არის, ხო? ანუ რეალურად ეს კანონი არის მხოლოდ არის ფურცელი, რომელიც წერია რაღაცა. ანუ არ იქნება აქ სანქცია გათვალისწინებული და ნებისმიერი ქვეყანა ჩამომითვალით, სადაც ესეთი რაღაცა ხდება, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს ორი რეგიონი ოკუპირებული, სადაც ვამბობთ ამ კანონპროექტით, თუ იქნება მიღებული იმას, რომ აქ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შეფასება სამართალდარღვევის მიხედვით და დანარჩენ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. ანუ ეს არის ორი განსხვავებული, ესე იგი ტერიტორია და ჩვენ თვითონ ვიწახით ამას. და დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, იგივე გაეროს, იგივე ევროპარლამენტს, იგივე ევროსაბჭოს დეკლარაციები და რეზოლუციები მიღებული აქვს და თვლის, რომ საქართველოს ტერიტორია არ არის ორ ნაწილად დაყოფილი, არამედ არის ერთი და ჩვენი არის, როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი. და ამ კანონით ვამბობთ ჩვენ იმას, რომ ეს სხვა რაღაცაა და ეს სხვა რაღაცაა, რაც სამართლებრივად რეგულირდება სხვადასხვა მიმართულებით. და ასევე არის ის რომ დასაბამს მიცემს უკვე ეს ერთი შესწორება დასაბამს მიცემს იმ დანარჩენი შესწორებების შემდეგ დღის წესრიგში დაყენებას, რაზეც ვისაუბრე, ეს არის ტერმინი ოკუპაციის ირგვლივ, რომელიც შემოგდებულია უკვე საზოგადოებაში და ასევე ჟენევის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც ზაქარიაშვილმა ისე გააჟღერა, რომ ყურადღება არ მიიქცია და ისე დარჩა ეს თემა და მეოთხე მაქვს ინფორმაცია, რომ შემდგომ უკვე თუ ეს შესწორებები გავა და ამას გაიტანს ზაქარიაშვილი, მე უკვე დააყენებს პასპორტებთან დაკავშირებით საკითხს. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ხელით ვაუქმებთ კანონს ოკუპაციის შესახებ. და ასევე მინდა რომ ნებისმიერ კანონცვლილებას, რომელიც შედის პარლამენტში განსახილველად, თან სდევს განმარტებითი ბარათი, რამ გამოიწვია მიზეზი და ასე შემდეგ. სადაც D პუნქტად ყოველთვის არის კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. პუნქტი ასე და ჩამოთვლილია. შემიძლია წაგიკითხოთ ასეთი პირველი პუნქტი სახელმწიფო, არასახელმწიფო ან და საერთაშორისო ორგანიზაცია დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში. ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა ჩამოთვალო. აქ პირდაპირ წერია, ასეთი არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს მათი რეკომენდაციები და დასკვნებიც. ძალიან მარტივია იმ შეკითხვაზე კიდე გავაგრძელებ, რომ ნებისმიერ თავმოყარე ერში რომ მოხდარიყო ესეთი კანონპროექტის განხილვა, ალბათ დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა. ჩვენს შესაბამისად საზოგადოებას განუმარტავთ ნათლად, რასთან გვაქვს საქმე და საზოგადოება მიიღებს თვითონ გადაწყვეტილებას. მე მგონი ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგანაც დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ყავს დევნილი მოსახლეობა და დეოკუპაციის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე არ უნდა შეწყდეს პირიქით. ძალიან მწვავედ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეკითხეთ თქვენ შეკითხებით, არის თუ არა აღნიშნული ცვლილებები
გამოძახილი იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი პირებისგან ლავროვი, კარასინი, ახლა ლუკაშევიჩი, რომ ეს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, ან საერთოდ უნდა იქნეს გაუქმებული. არის თუ არა ეს ცვლილებები ამის გამოძახილი? კითხები ამის შესახებ იქნებ თქვენც მიპასუხოთ. რა თქმა უნდა, ანუ აქ არის ლაპარაკი რაზე, ხო, რაც სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობებში, მე აბაშიძეს გულისხმობ. მას შემდეგ დაიწყო ესეთი მოქმედებები. მანამდე არც კი განიხილებოდა, მხოლოდ პაატა ზაქარიაშვილი საჯაროდ იძახდა, რომ ანუ მისთვის ოკუპირებული როგორც განმარტება რომ გავაკეთოთ მისი შინაარსიდან არ იყო ეს ტერიტორიები, არამედ ჩვენ მქონდა ეთნიკურ კონფლიქტთან ურთიერთობა და რუსეთს ჩვენი საზღვარი არ გადმოუკვეთია და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია არ მოუხდენია, ამას გულისხმობდა. სამწუხაროდ დღეს პოლიტიკა მიმდინარეობს საერთაშორისო მიმართულებით პაატა ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით და რეალურად ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვაქვს, ხო დღეს. მაგრამ ეს შედეგი სანამ დადგება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და რუსეთის ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკა საქართველოში არ უნდა გავატაროთ. ამას რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა შეუშალოს ხელი, რა თქმა უნდა ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღოთ.